კაშვილი ცյურიხიდან გვერდება. მოგესალმებით ბატონო მიხეილ, საღამომშვიდობისა. გამარჯობათ, საღამომშვიდობისა. ბატონო მიხეილ, მას შემდეგ რაც უკრაინის სეპარატისტულ რეგიონში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს, დასავლეთს კიდევ ერთხელ მიეცა საბაბი, რომ სერიოზულად გადახედოს რუსეთთან ურთიერთობას. თქვენი მოლოდინი როგორია? რამდენად ელით რომ ამ ფაქტის შემდეგ დასავლეთი შეცვლის რუსეთთან დამოკიდებულებას სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებაში თქვენ კაცრად გააკრიტიკეთ უკვე ევროპელები? ეს არის მართლაც ძალიან დიდი ტრაგედია. და დიდი ტრაგედია, რა თქმა უნდა, ადამიანური ასპექტები, ჩემთვის ძალიან გასაგები. საქმე იმაში, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა გადაეცათ ტერორისტებს. უпроსტად ტერორისტებს ალბათ არ მიცეს, მაგრამ მიცეს ფორმალურად რუსული საზენიტო კომპლექსი. ადრე იყო გადაცემდნენ იგლა, სტრელას, ეს არის მხარზე დასადგავი, რომელიც არ გყავს 260 კილომეტრზე, მაგრამ ბუკი ემის ტიპის კომპლექსი, რომელიც არის ძალიან საშიში და ძალიან დახვეწილი კომპლექსი, ის რომ ვიღაცამ გადაცეს მეორე ქვეყანაში საბრძოლო მოქმედების მონაწილეებს არალეგალურად, ეს არის პირველი შემთხვევა მსოფლიო ისტორიაში. ეს არის ლეგალიზებული ტერორიზმი. თან პუტინმა ძალიან კარგად იცოდა სამხედრო, როცა ბუქს აძლევ ესეთ სისტემაში, როგორ აქ იმათ აქ სისტემა სვოიჩუჟო, ესე იგი სამოქალაქო თვითმფრინავის ამჩნევს თუ არის ჩამული რადარების სისტემაში, მაგრამ თუ მინდორში გაყვანილი, ის პრაქტიკულად ბრმა არის და ყველაფერს აგდებს ზედისეთ. ესე იგი უკვე წინასწარ იყო ჩადებული იმაში, რომ მას შეელო ჩამოაგდოს სამგზავრო თვითმფრინავი. ამიტომ რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა პირდაპირ ეკისრება რუსეთის ხელმძღვანელობას, ეს არავის არ ეწევს ეჭვს, რუსეთის დაგმობა იჩხერს ახლა მსოფლიო ლიდერების მხრიდან, იშვიათი გამონაკლისებით, მათ შორის საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე სამწუხარო გამონაკლისი, რომ პრაქტიკულად რუსეთის პასუხისმგებლობაზე ქართულ ოფიციალურ განცხადებებში საერთოდ არაფერი არ ნათქვამი, მაგრამ მე მაგალითად ვიყავი ამერიკაში მეგზაურობოდი, უკვე გზად ვიყავი და ეს თვითმფრინავის ისტორია რომ მოხდა, შემოუტრიალდი, ჩავედი კიევში, შევხვდი რამდენიმე მინისტრს, სულ 3-4 საათი ვიყავი, გამოვიდი ტელევიზიით, ხარდაჭერა გამოუცხადე უკრაინელ ხალხს, იმიტომ რომ იმაჩნია მიუხედავად ისა თუ რას რაჭკუაზე არიან დღეს საქართველოს ოფიციალური ხელმძღვანელები, ქართველი ხალხის ხმა, საქართველოს პოზიცია, თუნდაც არაოფიციალურად, მე არა ვარ ოფიციალური პირი, უნდა ფიქსირდებოდეს უკრაინაში და ეს დავაფიქსირე. ასე რომ, ახლა რაც შეეხება სანქციები. რა სახის სანქციები უნდა დაუწესოს დასავლეთმა, თქვენი აზრით, იმისათვის რომ ეს სანქციები ამერიკაში იყოს ნამდვილად. ამერიკამ ეს სანქციები შემოიღო 3 დღის წინ, თვითმფრინავში ჩამოგდებოდა 1 დღით ადრე. ამას წინ უძღვა დიდი სამუშაო, მე თვითონ ვიყავი ამ სამუშაოს მონაწილე, ბევრ სხვა ადამიანთან ერთად, მეც ხვდებოდი სენატორებს, მეც ვარწმუნებდი მათ, მე ხვდებოდი ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, მე ვესაუბრე ამაზე ბარაკ ობამას ვარშავაში, რომელიც განწყობილი იყო ამ სანქციების შემოსაღებად, ასე რომ ამერიკელებმა შემოიღეს ძალიან სერიოზული სანქციები, პირველ რიგში სანქციები რუსეთის ენერგოსექტორზე და რაც შეეხება ევროპელებს, ესეთი იქ არის ევროპა არის გაყოფილი, თუმცა გერმანია დაიძრა სწორი მიმართულებით ჯობს გვიანვიდრე არასდროს. საფრანგეთს მოუწოდა გუშინ მერკელმა რომ არ მიყიდოს ის ვერტმფრენების გადამზიდება მისტრალი, რომელიც საქართველოს ვისაც დიდ საფრთხეს წარმოადგენს, სრულად უსირცხვილობა იქნება ამის მიყიდვა და უნამოსობა მართლა და ძალიან დასაგმობის აქციელი. ფიქრობ ევროპაც წაყვება ამერიკის სანქციებს, მიუხედავად ისე რომ იქ ბევრი ინტერესები, რაც შეუძლია გააკეთოს ევროპას. ევროპას შეუძლია შეწყვიტოს ნავთობის ყიდვა რუსული ნავთობსადენებით, დრუჟბას ნავთობსადენი, რომელთაც ევროპას ამარაგებს რუსეთი ნავთობით. დღესვე შეუძლია უპრობლემოდ შეწყვიტოს. ევროპას შეუძლია შეწყვიტოს ტექნოლოგიების მიწოდება ნავთობისთვის, გაზისთვის, იმიტომ რომ რუსეთი ეს არის ერთი დიდი ბენზინგასამართი სადგური, როგორც ქვეყანა, როგორც ეკონომიკა. თუ ამ შემოსავალს ვეღარ მიიღებს, მაშინ ძალიან ცუდად წაუვა საქმე. ევროპას შეუძლია საბოლოო ჯამში გაუყენოს სავალუტო რეზერვები, იმიტომ რომ რესურს რეზერვებს ინახავს რუსეთი ევროებში და ამერიკელებს შეუძლიათ გაუყენონ ის რაც მაგთა აქვს დოლარებში. მაგრამ საინტერესო რა არის? აი შემოვიდა სანქციები ევროპის მხრიდან, უბრალოდ ამერიკის მხრიდან გაზპრომზე. გაზპრომის აქციები დაეცა ისტორიულ მინიმუმზე. ხო არ იცით, ვინ დაზარალდა ყველაზე მეტად კერძო აქციონერების გაზპრომის? ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილი არის რუსეთის გაზპრომის, ესე იგი იმ მანქანებს, რომელიც ამარაგებს რუსულ სამხედროებს ფულით, თავარი კერძო აქციონერი. თავარი კერძო აქციონერის აქციები შემცირდა. ესე იგი არის პირდაპირ ინტერესთა კონფლიქტი. საქართველოს ინტერესებშია რომ რუსეთის დასუსტდეს, მისი გაზპრომი დასუსტდეს, რუსეთის არმიას აღარ შექონდეს ფული ტერორისტებისთვის და აღარ ქონდეს მათი მომარაგებისთვის, მაგრამ საქართველოს ფაქტობრივი მართველი პირადი ქონებრივი მდგომარეობა მთლიანად არის ჩამოკიდებული სწორედ გაზპრომის გაძლიერებაზე. ამიტომ ეს არის ცუდი ამბავი ივანიშვილისთვის, რაც გააკეთა ამერიკამ, პრაქტიკულად ეს მის ჯიბეს ურტყავს ძალიან მძიმედ. მას აქვს ასევე სხვა სამოქმედო ინტერესები
დაკავშირებული რამდენიმე სხვა კომპანიას, რომლის მიმართ გამოყენებული სანქციები. და ეხლა არც უნდა გვიკვირდეს ეხლა ის რომ საქართველოში გაუშვეს სკრინნიკოვი, გევორქიანი, მაისაია და სხვა რუსი ჯაშუშები და იჭერენ იმ ხალხს, ვინც ამ ჯაშუშებს იჭერდა. ეს იგივეა, რომ ხვალ უკრაინამ, როცა ამ ომს დარწმუნებული ვარ, ამ ომში უკრაინა გაძლევს გადარჩება და რუსეთი დასუსტება, ხვალ მოვიდეს უკრაინაში მთავრობა, რომელიც დაუწყებს დევნას მათ, ვინც იცავთ ეს უკრაინის სუვერენიტეტს, ვინც დაძდევს რუსეთის ჯაშუშებს, ვინც იჭერს ამ ტერორისტებს. გავაგრძელოთ საუბარი სწორედ ამ მიმართულებით. საქართველოს პარლამენტმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა. რამდენად ხედავთ გარე და შიდა საფრთხეებს სწორედ ამ პროცესში? დოკუმენტის ხელმოწერას კრემლმა ხელი ვერ შეუშალა, ამას ვერ შეუშალა ხელი ვერც საქართველოს ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების ციხეში ყოფნა. აქამდე როგორ ხედავთ ამ პროცესების გაგრძელებას თქვენ ამ ფონზე? თქვენ მოგესმოდეთ, რომ ეს პროცესები დაჩქარა მხოლოდ იმის გამო, რაც ხდება უკრაინაში. მაგრამ აქ არის ფუნდამენტური საკითხები, რაც საბოლოო ჯამში იწვევს საქართველოს დასუსტებას ჩემს სამწუხაროდ. პირველი საკითხი ეს არის ის, რაც ეხება თვითონ საქართველოს გეოპოლიტიკურ არჩევანს. ეხლა აი ამ სიტუაციაში როცა თელი მსოფლიო მხარს უჭერს უკრაინას. თქვენ ნახეთ საქართველოს განცხადება. ერთი სიტყვა არ არის ნათქვამი რუსეთის პასუხისმგებლობას. ესე იგი ჩვენ გვაქვს დაკავებული ესეთი პოზიცია, რუსეთი თვალებს გვიპაჭუნებს, როგორც ჩემ მთავრობას უსუპაჭუნებთ თავის დროს. თქვენ გვერდზე დადექით, თქვენ არ შეგეხებეთ. მოვლე ხა უკრაინას და მე თქვენ მოგხედავთ, კარგად დავიმეგობრებთ, აგიფასებთ. საქმე იმაშია, რომ ზუსტად ესევე საქართველოს დაკარგა დამოუკიდებლობა მრავალჯერ თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში. დამპყრობლების თვალებს პაჭუნით, ამაზე აყოლით, ერთი და იგივე ნაღზე აფეთქებით. ის რომ საქართველოს უნდა ჩაჭიდოს ხელი უკრაინას, ეს არის სასიცოცხლო რაღაცა, იმიტომ რომ ასეთი მომენტები რჩება ყველა ერის ისტორიაში აბსოლუტურად ფოტოგრაფიულად. ევროპაში გაჩნდა ახლა უზარმაზარი სახელმწიფო, რომელიც არის ძალიან ანტიიმპერიულად განწყობილი. უკრაინაში ასეთი განწყობა არ იყო, მე უკრაინაში მრავალწელია ცხოვრობდი, მუშაობდი და ვიცი. ეს მოხდა ახლა ასეთი მასშტაბებით, რა თქმა უნდა, დასავლეთ უკრაინაში ყოველთვის იყო. ეს არის ხალხი, ვინც აფხაზეთში ჩვენ გვერდზე იბრძოდა. აი ამ პირობებში, როცა მათ სისხლი დაღვარეს ჩვენთვის, ჩვენი ხალხი გამოიყვანეს მაშინ ბომბების ქვეშ ვერტმფრენებით, გადამწყვეტ მომენტში, სწორედ გუშინ პრეზიდენტ კრავჩუკს უთხარი მაშინ დასპადლობა ამაზე. იმ პირობებში, როცა ჩვენ უნდა სასიცოცხლოდ დაინტერესებული იყოთ, რომ უკრაინა გაძლიერდეს და საქართველოს ხმა უნდა ჟღერდეს, საქართველოს მთავრობა ინარჩუნებს ძალიან უხერხულ სიჩუმეს. ამასიათ უფრო მეტიც ამასიათ უკრაინის დელეგაცია იყო ჩამოსული თბილისში. ცდილობენ ის ურთიერთობა დაამყაროს, რამდენი მინისტრი იყო, მინისტრის მოადგილე და უნდათ ეკონომიკურ პროექტებს ლაპარაკი. 99% მე იმ დელეგაციის მონაწილეებისგან, იმიტომ ვიყავ კიევში გუში, ელაპარაკენ ჩვენზე, როგორ არ შეიძლება თურმე ჩვენი უკრაინის შეშობა. იმის მაგერად რომ გიხაროთ, აი ხა ალბანეთში ჩავედი და დაგვხვდნენ ჩვენ როგორც მართლმადიდებლურ გმირებს ალბანეთს. ალბანეთი არის ნატოს წევრი და ევროკავშირის წევრობის ოფიციალური კანდიდატი და წევრი იქნება რამდენიმე წელიწადში. აი ესეთ მათთვის საქართველოს რეფორმა ის რასაც საქართველოს მიაღწია, აბსოლუტურად სანიმუშო რაღაცა. პრემიერ-მინისტრმა მითხრა მთავრობის წევრობა დაადასტურეს და მინისტრ კაბინეტს ხვდებოდა დღის განმავლობაში პრემიერ-მინისტრის თავისუფლებით, რომ მთავრობის ხდომა არ გავარო, ერთი 7-ჯერ, 8-ჯერ, 10-ჯერ არ ვახსენოთ თქვენ მიერ საქართველოს გატარებულ რეფორმები. იგივე სიტუაცია მოლდოვაში. სხვადასხვა რამდენიმე დღის წინ მე ჩავწერე ინტერვიუ იური ლუცენკოსთან, რომელიც თბილისში იმყოფებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ ქართველი კონსულტანტების საქმიანობის პოზიტიური გავლენა უკრაინაში ჯერჯერობით არ იგრძნობა და ამის მიზეზად მან არა მარტო ქვეყანაში მიმდინარე საომარი მოქმედებები, არამედ უკრაინის ხელისუფლების გარკვეული პასიურობაც დაასახლა. თქვენ რას ფიქრობთ ამის თაობაზე? ქართველი საქართველოს გავლენა უკრაინაში იგრძნობა ყოველი უკრაინელის დონეზე. მე ხა ჩავამფრინდა უკრაინული თვითმფრინავით. თქვენ უნდა ნახოთ, როგორ ყველა უკრაინელი მოდის გართმევს ხაზს და გეუბნება მადლობა. და არ შეიძლება რომ გული არ აგიჩუქდეს. ყველა უკრაინელი უკლებლი, მე არაფერს არ ვაზვიარებ, შეუძლია ჩვენ კრიტიკოსებს ჩავიდან, გაიარონ კიევის ქუჩაში და გაიკითხო რას ფიქრობენ ისინი საქართველოს და რას ფიქრობენ სააკაშვილზე მაგალითად. შეიძლება ეწყინოთ გული დაწყდეს, მაგრამ მე მათგან არ დამწყდებოდა გული, იმიტომ რომ ეს საუბარი არის იმაზე, რომ საქართველოზე რომ იმაზე კი არ უნდა ელაპარაკოთ, რომ თავი დაანებეთ ამ ქართველებს და გამოყარეთ იქიდან. უნდა ელაპარაკოთ იმაზე, ელაპარაკონ პირიქით შეიფერონ, რომ საქართველოს აფასებენ და პირიქით ეს გამოიყენონ ქვეყნებს შორის ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. ჩვენ ხო იქ არასოდეს არც ლანძღავ ამ მთავრობას როცა ვარ არც ვაკრიტიკებ, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ეს ჩემი ქვეყნის კრიტიკაა და არ მინდა ემის კეთება, იმიტომ რომ საქართველოს მათ უნდა დაინახოს როგორც ერთიანი მთლიანი. ასე რომ აი ამ სიტუაციაში და მეორე ქართული ოფიცრები, რომლებიც არიან იქ
ეხმარებიან კონსულტაციას წევენ საკმაო რაოდენობით უკვე მე სამწუხაროდ უნდა ვთქვა რომ რამდენიმე მათგანი დაიბარეს საქართველოს კონტაზორვაში და უთხრეს რომ თქვენი უკრაინაში სიარული არ არის სასურველი ჩვენი გეოპოლიტიკური ორიენტაცია რო შეიცვალოს ხვალო მე თქვენ შეგუქმნით პრობლემას ეხლა ამას რომ ამ რუსეთის ფარველებს რუსეთში ივანიშვილის მეგობრებს ეს გაუხარდება როგორ ასრულებს მიტავალებას მაგრამ არ მგონია რომ ქართველებს ეს უნდა გაუხარდეთ იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ არის ბევრი საგანგაშო ფაქტორი უკრაინაზე სიჩუმე რუსი ჯაშუშების გაშვება საქართველოს შიდა დიდი საინვესტიციო პროექტების შეჩერება ტრადიციულ მოკავშირეებთან ურთიერთობების დაძაბვა ზოგიერთ ჩვენ მეზობელთან ტრადიციულთა და ასე შემდეგ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ჩდება საერთო რუსულ სტრატეგიაში ისევ ლაპარაკი იმაზე რომ რკინიგზა შეიძლება გაიხსნას აფხაზეთზე და ესე იგი პრაქტიკულად ტროიას ცხენი შემოუშვათ რუსული სამხედროების თვალსაზრისით პირდაპირ საქართველოს შუაგულში და საქართველოს და თბილისში ოქნათ უშუალო საფრთხე აი ამ სიტუაციებში ახსენეთ მიხეილ გიგი უგულავა უკვე წინასწარ პატიმრობაშია ბაჩო ახალაია თქვენ მიცით დამატებითი ბრალის გამო ისევ დარჩა წინასწარ პატიმრობაში და თქვენი წრეც იყო დაბარებული ფაქტობრივად დაკითხვაზე რასთან დაკავშირებით შეიძლებოდა დაებარებინა დაკითხვაზე მთავარ პროკურატურას თქვენი ოჯახის დამლაკებელი და ასევე თქვენი მეუღლის და თქვენი დაცვის უფროსები ივანიშვილი არის რუსი ოლიგარქი რუსი ოლიგარქი რუს ოლიგარქს აქვს ერთი მოქმედების საშუალება განადგურდეს მთელი პოლიტიკური ოპოზიცია და მისი აზრით ეს არის დაჭერები ამის სამისუებარი წამალი თუ არ არის შემთხვევა თუ არ არის საქმე უნდა მოიგონოს საქმე ახლა რუსული პროპაგანდა როგორ მუშაობს დააკვირდით დღეს მთელი რუსეთი დარწმუნებულია რომ თვითმფრინავი ჩამოაგდეს ამერიკელებმა და უკრაინელებმა და საერთოდ მეგობ პუტინის თვითმფრინავი გადიოდა სადღაც შიგნით 700 კილომეტრში მანამდე რამდენიმე საათად და იმას დაუმიზნეს და შემთხვევით ააცნეს და მოხდა მალაზიურ სამგზავრო თვითმფრინავს რამდენიმე ასეული ადამიანით ამაში დარწმუნება თითქმის მთელი რუსეთი ისევ როგორც დაარწმუნეს საქართველოს საზოგადოების რაღაც ნაწილი ერთი პერიოდი რომ ჩვენ მართლა ხალხს ვაუპატიურებდით რომ მე თურმე მილიარდები ან ჩემ მეგობრებმა სადღაც გავფლანგეთ ძალიან მაინტერესებს სად არის ეს მილიარდები იმიტომ თვითონაც დაიჯერეს გონი იმიტომ რომ მენაბიში მაგას ეკითხებოდა მიშას ანგარი შემოგვეციო დაიჯერეს რომ მართლა ბავშვებს ჭამდით დაიჯერეს ყველაფერი რა თქმა უნდა შეიძლება ბევრ რაღაცას გავკრიტიკებია თუმცა სამახო ძალიან ბევრია მაგრამ აი ესეთი პროპაგანდა მიდის მაგრამ იმისაც ამ პროპაგანდის ფონზე მიდის ეს ვითომ ხალხის სახელით პროცესები ეხლა რეალურად ბაჩო ახალაია შეიძლება მოგწონდეს არ მოგწონდეს მაგრამ კაცი ფაქტია რომ ვერცეთ საქმეზე ვერ დადგა სერიოზული გასამართლებელი გამტყურებულები დანარჩენი ვერცეთ საქმეზე ხوامდენ ლაპარაკობდა ვერცეთ საქმეზე არსად ნორმალურ ქვეყანაში არ შეიძლება ადამიანი ყავდეს ამდენი ხანი ციხეში თუ მას უკვე რამდენიმე აქვს გამართლება არსად არ არსებობს ესეთ პრეცედენტი არ არსებობს პრეცედენტი იმისა რომ ქალაქის ყოფილი მერი და საარჩევნო შტაბის თავმჯდომარე აეროპორტში დაკავ ხოთ იმის გამო იმავე რამეზე რაცაც 2 დღის წინ იმავე სასამართლომ გაუშვეს მე არა მე იურისტი ვარ ამ დეტალებზე იმიტომ ლაპარაკობ ეს ანი და ბანი იურიდიული მეცნიერების ეხლა ფაქტია რომ მაგალითად ჯვანიას ამბავზე ხო სურაბ ჯვანიას საცოდავი ექსპერტი რომელიც ხოჩურს გულხურვალი მხარდამჭერი იყო ხოცების ყავთ ციხეში მძევლად აყვანილი ძალიან მძიმედ არის ავატე ეუბნებიან რომ ან გადათქვით ჩვენება სხვა ექსპერტებს ეუბნებიან დაწერეთ ჩვენება რომ ეს იყო მკვლელობა თუ არა და თქვენს დაგიჭერთ დაცვის უფროსი ყავთ ციხეში კაცმარეთის რასაბაბით პირდაპირ მძევლად აყვანილი ხო იმიტომ რომ გასაგებია რომ მათ ვერცეთ სასამართლო თუნდაც ყველაზე სუბიექტური ვერ გაამტყუნებს არაფერი გასამტყურებელი არ აქვს უბრალოდ მანამდე 9 თვე ეყოლებათ სადღაც დილექს ჩასმული და ბოლომდე მოახდინებს ფსიქოლოგიურ გარემოს ეს და რა თქმა უნდა მათი სამიზნეა ჩემს სისხლის სამართლის საქმეს აღძვრა მე მინდა აუცილებლად კიდევ ერთ თემას შევეხოთ რომელიც შეიძლება ითქვას ყველაზე აქტუალურია დღეს ამ დღეებში საქართველოში მე არ ვიცი რამდენად იცურებთ თქვენ ამ თემაზე კომენტარის გაკეთებას რუსთავიორის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი ეროსი კიცმარიშვილი რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი იპოვეს საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული თუმცა მის ოჯახს ახლობლებს და ბევრ სხვა ადამიანს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა თქვენ რა შეგიძლიათ თქვათ ამ ფაქტზე ზოგადად და არა იმაზე იყო ეს თვითმკვლელობა თუ მკვლელობა ეს კიდევ სხვა საკითხია. თუ სწორად თქვით ხა ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა იქნებოდა ჩემი მხრიდან თქმა და დაბეჭდებით ანისიანას. მე არ უნდა დავემსგავსო მათ ვინც სიცრუით მოვიდა მართლა
თავრობაში და სიცრუით განაგრძობს მართვას და სიცრუით განაგრძობს ადამიანების ზომბირებას. მას შემდეგ რაც რამდენიმე ადამიანი დაპატიმრებული, მას შემდეგ რაც მე ქვეყნის გარეთ მომიხდა წასვლა, რუსთავი 2 ერთნიშნულად რჩება თავარსამიზნე რუსი ოლიგარქის და ასევე ალბათ ხალხის ვისგანაც ის იღებს ინსტრუქტორს თუ რჩევებს. ის რომ ეს მისი სამიზნეა, მას ჩემთვის ახეს ნათქვამი რამდენჯერმე, მათ შორის 2012 წლის არჩევნების შემდეგ, პირდაპირ თვალებში ყურებით და რამდენჯერმე აქ დაბეჭდით ნათქვამი, რომ ეს ამ ტელევიზიას წაიღებს. მე არ ვჭორობ, ეს არის ის, რაც მან თქვა და სხვა შორის ეს საჯაროთაც სხვა რა ერთხელ. მისმა აქვს ნათქვამი, რომ ის წაიღებს რუსთავი 2-ს. ერთნიშნულად, ნუ ისა რუსთავი 2-ს წაართმევენ მის ფლობელებს. ასე რომ და ის რომ ეროსკი ძმარიშვილი ამ პროცესს არ ეთანხმებოდა და ის რომ რეალურად ის იყო რუსთავი 2-ს შექმნელი, რა თქმა უნდა კოლექტივთან ერთად რომ ზოგიერთ თქვენგანი მათგანი ისე მუშაობს რუსთავში, მაგრამ ეროსი იყო მთავარი შექმნელი და ეროსი ძალიან აქტიურად ამაზე ლაპარაკობდა და ეროსის პირობებში რუსთავის წაღება, ეროსის სიცოცხლის პირობებში საკმაოდ გართულდებოდა, შეუძლებელი არ იქნებოდა გართულდებოდა. მე არ ვამბობ, რომ ეს აუცილებლად ნიშნავს, რომ ის ვიღაცა მოიშორა, იმიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იქნებოდა. უბრალოდ უნდა გვესმოდა და არც იქნებოდა სწორი თუნდაც მისი ოჯახის წინაშე და მისი ხსოვნის წინაშე, იმიტომ რომ მე ეს არ მაგრამ თუმცა მაგალითად გამოძიების ადგილზე მე მაშინვე თემხილებულებს შევკრებდი და გავაგზავნებდი ეგრევე ფედერალურ გამოძიების აგენტოში ამერიკაში, იმიტომ რომ მე არ მგონია რომ საქართველოს დღეს შეიძლება ამის ნორმალური გამოძიება, მაგრამ ფაქტად რჩება ჯიუტად, რომ მისი სიცოცხლის დასრულებასთან ერთად რუსთავი 2-ის მიმართ საფრთხე ავტომატურად იზრდება, თუნდაც იმის გამო, რომ ბევრად ფრადვილია რაღაც სამართლე მაქინაციებით თქვენ ტელევიზიას თავდასხმა. იმ პირობებში, როცა ჩვენ ვნახეთ ბოლო არჩევნებზე, მათ შემდეგ რაც პირველ ტურში ძალიან სერიოზული მარცხი იწვია მთავრობამ და მეორე ტური პრაქტიკულად არჩევნები აღარ იყო, რომ პრაქტიკულად საქართველოში არის მცდელობა არჩევნების ინსტიტუტის გაუქმების. როცა საქართველოში პრაქტიკულად არის მცდელობა პოლიტიკური ოპოზიციის არინა ეს ხელოვნურად ქირურგიული მეთოდებით გაქრობთ. აი ამ სიტუაციაში ბოლო დამოუკიდებელი დიდი არხის გადარჩენა ეს არის ქართული დემოკრატიის გადარჩენა. ბატონ მიხეილ, თქვენ გადანაშაულებენ იმაში, რომ ეროსი კიცმარიშვილს და სხვა თანადამფუძნებლებს თქვენმა გუნდმა წაართვა რუსთავი 2, ასე ამბობენ პირდაპირ. ნუ მე ზუსტად მახსოვს რომ ეროსი კიცმარიშვილმა რუსთავი 2 ჯერტი გაყიდა და დიდი ფული აიღო. ამაში, მაგრამ რამდენიც მესმის ინდისი იყო, რომ არც უარყოფთ ამ ფაქტს და მიცა იმ საბოჯამში აღმოჩნდა იმ ფლობელებთან, ვისაც არის, მაგრამ თავარი ეს არ არის ვისია და რა არის. თავარი დღეს თქვენ ტელევიზია არის თავისუფალი ტელევიზია. როგორც კი ეს თავისუფალი ტრიბუნა ჩამოიშლება და მაშინვე ყველა სხვა ტელევიზიაში თუ არის რაღაც არეალების სუბტაჰაერის სუნთქვის, ეს არეალებიც გაქრება და ეს არეალებიც ამ არეალებსაც ეკრება საფრთხე. მაგრამ ერთი რაღაც უნდა გვესმოდეს. ჩვენ ვცხოვრობთ 21 ეპოქაში, ინტერნეტის ეპოქაში. ის რაც მცითვად წამოიღო ივანიშვილმა 90-იან წლებში რუსეთის, სადაც სხვა შორის ხდებოდა მკვლელობები, მათ შორის ლისწევის მკვლელობა, სადაც ხდებოდა ტელევიზორის დაპატრონების მიზნით, ეს ისევ თქვით ხოლმე, კიდევ პარალელს არ ვავლებ, სადაც ხდებოდა ტელევიზიების დახურვა, მიტაცება, გაዜტების განადგურება და ასე შემდეგ. ის ეპოქა არ ითვალისწინებს 21 საუკუნეში. ჩვენ დავტოვეთ საქართველოში, რომ ყველა ბავშვი აძლევთ კომპიუტერს, 200 რაღაცა სოფელში არის გაყვანილი მაღალი სიჩქარის ინტერნეტი. რა თქმა უნდა, ეს ანიშნავს, რომ ყველა ოჯახში ყველა ზის კომპიუტერთან, მაგრამ თუნდაც 5 კაცი რო იჯდეს სოფელში. ყველა დანარჩენს მოუყვება ის სიმართლეს. პატარა ქვეყანაში პუტინის ჯოჯოხეთის მოწყობა არის შეუძლებელი. მუდმივად სიცრუეში ხალხის ყოფნა არის შეუძლებელი. ზომბირება ხალხის არის შეუძლებელი. პირდაპირ იმას, რასაც შენ აკეთებ, იმის გასაღება, რომ შენი ოპონენტი ამას აკეთებ და ხალხის ამაში დაჯერება, ამისთვის მათ შეგვიძლია აბსოლუტური კონტროლი მედია სივრცის. იმისაც, რომ შენ გქონდეს გადაცემა მრავალსაათიანი, სადაც ხალხს გაურეცხავ თუ ის, ამისათვის საჭირო, რომ ყველა სხვა გადაცემა მოიხუროს. ეს არის პრინციპი ცხოვრების. აი ამიტომ აი ეს სიტუაციაში ჩვენ საზოგადოება უნდა იყოს ფრთხილად. მე დარწმუნებული ვარ, რომ მიუხედავად ცდილობისა, რომ ეს გაკეთდეს საბოლოოში ეს არ გამოვა, მაგრამ საჭირო საზოგადოების მობილიზაცია, განსაკუთრებით მისი ახალგაზრდული ნაწილი, დემოკრატიული ნაწილი, ვინც ნახა უკვე ახალი ცხოვრება და რაც ნიშნავს დამოუკიდებლობის პირობებში, თავისუფალი საქართველოს არსი და დანიშნულება ესმით და ესმით, რომ ვირეშმაკობით და უბრალოდ დამპყრობლისადმი კოჭის გაგორებით ჩვენ მომავალს გარანტიას ვერ შევქმნით. უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ რაცა უნდა მეთოდებით, რაცა უნდა არჩევნების გაუქმებაც ადო, რაცა უნდა
უნდა მედიის განადგურებაც სადონ არსებობს ბევრი სხვა მეთოდი ნებისმიერი მთავრობის და ამის წინვალე მაგალითია უკრაინა და იქ რაც მოვლენების განვითარდა შარშან ნებისმიერი მთავრობის დარწმუნების რომ ჩაატაროს არჩევნები რომ დაცული იქნას ხალხის არჩევანი იქნოს პატივცემული და მე დარწმუნებული რომ პატარა საქართველოს რომელსაც ბევრი აქვს საამაყო ბოლო 9 წლის გამო ბევრი აქვს საამაყო კიდევ ერთხელ მეუბნებ და არავის წამოძახებას არ მივიღებ რომ დავდივართ მსოფლიოში და ვიცი საქართველოს გაიცნეს იმ 9 წლის გამო ისე ვიდრე როდესმე ცალკე აღებულ ეპოქაში მისი მრავალსაუკუნეური ისტორიის ამ 9 წელიწადში ჩვენ მზად ვართ რომ რა თქმა უნდა ყველაფრის გათვალისწინებით საქართველოს დემოკრატია გადარჩევი და ქართული ხალხი კიდევ ისეთ საოცრებას შექმნის და მართლა ისე კი არა როგორც ესენი გააოცებს მართლაც სოფლიოს ჩვენი ახალი წარმატებებით და საქართველოს დემოკრატიას ვერაფერი ვერ ჩაყლავს და გისურვებთ წარმატებას თქვენ როგორც ტელევიზიას. დიდი მადლობა გისურვებთ თქვენს წარმატებას. დიდი მადლობა მიხეილ სააკაშვილი გვერდთვებოდა პირდაპირ ეთერში ციურიხიდან.